სტუმართან ერთად დღეს გავშლით თემას საქართველოში განახლებად წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურთა ასაშენებლად უფლების მოპოვების შესაძლებლობებზე. BMG-ის მკითხველებს ლევან კოკაიას ავტორობით გამოქვეყნებული ბლოგები და რეკომენდაციები წაკითხული გექნებათ. დღეს კი უკვე სტუდიაში და მაყურებლებისთვის ვისაუბრებთ განახლებადი წყაროების პოტენციალზე საქართველოში. ლევან კოკაია საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის იგივე გრედას იურისტი არის BMG-ის სტუმარი. დილამშვიდობისა. ეს ამპლუაც მიხარია ვხარობდა, დარწმუნებული ვარ, ხშირად შევხვდებით, ისევე როგორც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გრედას გუნდთან თანამშრომლობა იმ საკითხებზე, რაზეც თქვენ მუშაობთ. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ლევან, მოდი დავიწყოთ იდეაში ალბათ შემიძლია თქვა ანაბანათი ინვესტორთათვის და კიდევ ერთხელ შევახსენოთ რა შესაძლებლობები არსებობს საიმისოდ, რომ განახლებად ენერგიაზე დაფუძნებულ წყაროებზე დაფუძნებული ელექტროენერგიის სადგურის ასაშენებლად დაინტერესებულმა პირმა, კომპანიამ, ფიზიკურმა პირმა, ნებისმიერმა ინვესტორმა მოიპოვოს შენებლობის უფლება. დღეს ასეთი რამდენიმე შესაძლებლობა გააჩნია დაინტერესებულ ინვესტორს, ამათგან სამ ძირითად შესაძლებლობაზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას. ერთის მხრივ ეს გახლავთ განახლებადი წყაროებიდან, ენერგიის წარმოებისგან გამოყენების მხარდამჭერი მექანიზმი, რომელიც თავის თავში ასევე ორ ქვემექანიზმს მოიცავს. ეს არის სიმძლავრის აუქციონის კომისიაში, სიმძლავრის აუქციონის ასე ვთქვათ, თამაშის წესებში მონაწილეობის მიღება და მეორეს მხრივ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ღია კონკურსში, სიმძლავრის ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მეორე მექანიზმი გახლავთ ელექტროსადგურთა ასაშენებლად წინადადებების დამუშავების და უკვე ეკონომიკის სამინისტროსთვის წარდგენის და დამუშავების წესი, რომელიც საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატს არ მოიცავს. ხოლო მესამე შესაძლებლობები შემოთავაზებულია შედარებით ბრძველი მექანიზმით, ეს არის საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონი. რახან სამი ჩამოთვალეთ, უპირატესობა უпроსტად თქვენ დაკვირვებით ინვესტორი რომელ მიმართულებას არინჭებს უპირატესობას, თუ გნებავ თქვენ რეკომენდაციას მოაყოლეთ სიამოვნებით. რიგ შემთხვევებში ინვესტორს აქვს არჩევანის საშუალება, რიგ შემთხვევებში თუ მაგალითად სიმძლავრის აუქციონი არის გამოცხადებული, ინვესტორი ასე ვთქვათ უპირატესად, არსებული რეგულირების კვალობაზე უნდა გაყვეს ვთქვათ ამ მექანიზმს. უპირატესობა მაინც ენიჭება ჩემს მიერ ხსენებულ პირველ მექანიზმს, ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული ცნობილი CFD მექანიზმის სახით ცნობილი, ფასთა შორის სხვაობის მექანიზმის სახით ცნობილი მათ შორის, როგორც ერთ-ერთი მხარდამჭერი მექანიზმი. მოგეხსენებათ ეს მექანიზმი საქართველოს თავრობის დადგენილებით 2022 წელს განისაზღვრა, ამ პერიოდიდან მოყოლებული უკვე დღეის ჩათვლით სიმძლავრის ორი აუქციონი ჩატარდა, ასევე გასული წლის სექტემბრის დასაწყისიდან თითოეულ დაინტერესებულ ინვესტორს მიეცა იმის შესაძლებლობა, რომ ეკონომიკის სამინისტროში წარადგინონ წინადადებები და განცხადებები ამა თუ იმ კატეგორიის მქონე ელექტროსადგურის ამა თუ იმ ლოკაციაზე აშენების უფლების მოპოვების მიზნით. უბრალოდ აქ ერთი ნიუანსი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეული კატეგორიის ელექტროსადგურის შემთხვევაში განისაზღვრა ტარიფის ეგრეთ წოდებული ზედა ზღვარი, ანუ მზის, ქარის თუ ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში დაინტერესებული ინვესტორი არის მოკლებული იმის შესაძლებლობას, რომ ამ ზღვარზე უფრო მაღალი ტარიფი დაასახელოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი განაცხადი არ იქნება განხილული. დისკვალიფიცირდება. ამ ნაწილში როცა ტარიფს ეხება. რა თქმა უნდა, ხოლო რაც შეეხება რეკომენდაციას, მინდა გითხრათ, რომ თითოეულ მექანიზმს გააჩნია როგორც თავის დადებითი, ასევე უარყოფითი მახასიათებლები და აი ჩვენი საუბრის განმავლობაში ვახსენე, რომ ასე ვთქვათ, CFD მექანიზმი დღეს შეიძლება იყოს აქტუალური იმ გაგებით, რომ ვთქვათ, გამოცხადებულ CFD აუქციონზე, რაც ახლა მესამე აუქციონი ჯერ არ არის გამოცხადებული, მაგრამ გამოცხადებული არის ღია კონკურსი გასული წლის სექტემბრის თვიდან გამოცხადდა და ამ კონკურსის ასე ვთქვათ ბოლოვა და იწურება მიმდინარე წლის 28 თებერვალამდე. ასე რომ 6 თვიანი შესაძლებლობა აქვთ ინვესტორებს, რომ შეზღუდული, ეგრეთ წოდებული განსაზღვრული ზედა ტარიფის კვალობაზე წარადგინონ თავიანთი წინადადებები. ამ 6 თვიანიდან რეალურად ახლა უკვე დარჩა 3 კვირა. რეალურად დარჩა 3 კვირა. ყოველ შემთხვევაში ნახევარზე მეტ პერიოდმა გაიარა.
რადგან უპირატესობებიც მოვისმინეთ ამ მიმართულებებით, ლევან, როგორ შეიძლება აიხსნას აი ამ შესაძლებლობების სიმრავლე? ანუ შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული მაგალითად არ ვიცი განახლებადი ენერგიის ქვეყანაში არ ვიცი შესაძლოა მდიდარი პოტენციალით. აი რითი შეიძლება რომ ავხსნათ? სიმრავლე აიხსნება იმით, რომ როგორც ყველამ ვიცით, როგორც წარსულ პერიოდში, ასევე აწყო პერიოდში ჩვენი ელექტროენერგეტიკული სექტორი მუდმივად საჭიროებდა იმას, რომ მაქსიმალურად სწრაფად, მაღალი ხარისხით ათვისებულიყო რეალურად თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენს ქვეყანაში არსებული ეს მდიდარი პოტენციალი, როგორც ჰიდრო, ასევე მზის და ქარის პოტენციალი. ამ მიზნით წარსულ პერიოდში იდგმებოდა გარკვეული ნაბიჯები, მუშავდებოდა გარკვეული მასტიმულირებელი მექანიზმები ინვესტორებისთვის, მუშავდებოდა მოდელები და ითქვათ ერთ-ერთი ცნობილი მოდელი, ყველასთვის ცნობილი მოდელი, ეგრეთ წოდებული PPA მოდელი, რომელმაც ჩემი განმოსახედიდან თავის დროზე საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა ამ სექტორის განვითარებაში. თუ დღეს ეს სექტორი გარკვეულწილად მაინც არის განვითარების რასაფეხურზეც იმყოფება, ლომის წილი მიუძღვის PPA მექანიზმს, მაგრამ რო ახსნათ რა არის PPA მექანიზმი? PPA მექანიზმის ფარგლებში ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის იდებოდა ხელშეკრულება, პირდაპირ ხელშეკრულება, დიახ, მათ შორის ჩართული იყო ენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი ამ ხელშეკრულების მხარეთ და ამ ხელშეკრულების ხიბლი მდგომარეობდა იმაში, რომ ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან დროის გარკვეული პერიოდის განმავლობაში სეზონურად თვეების მიხედვით გარანტირებულად ამ ელექტროენერგიას, ანუ გენერირებულ ელექტროენერგიას შეიძენდა ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი. ამოწურა ამ ტიპის ხელშეკრულებებმა თქვენი აზრით, თავი გარდა იმისა, რომ თავის დროზე გეთანხმებით დიდი მასტიმულირებელი, ეგრეთ წოდებული ბუსტის ფუნქცია შეასრულა მთლიანად ინდუსტრიაში ინვესტორების მოზიდვისთვის. ჩემი მე განმოსახედიდან ვთვლი რომ არა, ეს ჩემი მოსაზრება, ოღონდ დილეტანტის ლევან. მე გეთანხმებით. უბრალოდ PPA-ის ხიბლი, ანუ შეგვიძლია შევაფასოთ როგორც პოზიტიური, ასევე შედარებით ნაკლებად პოზიტიური კონტექსტით, ანუ პოზიტიური კონტექსტი მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთ შემთხვევაში ელექტროსადგური არ დარჩება მისი ელექტროენერგია, ასე ვთქვათ, გაუყიდავი არ დარჩება. კიდევ ერთი დადებითი მახასიათებელი PPA-ის ის გააჩნია, რომ სეზონის მიხედვით კომპანიებს ენიჭებოდათ PPA ხელშეკრულების საფუძველზე იმის უფლება, რომ კომერციულადაც ევაჭრათ. განსაკუთრებით უხვ პერიოდში, ანუ ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში ეს იყო განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სტიმული ელექტროსადგურებისთვის. ჩემი განმოსახედიდან PPA როგორც მექანიზმი დღემდე აქტუალური უნდა იყოს. ერთ-ერთ მექანიზმად. მე არ ვამბობ ერთადერთად არა. შესაბამისად, დადგა სავარაუდოდ დღის წესრიგში იმის საჭიროება, რომ PPA მოდელთან ერთად კიდევ დამატებითი მასტიმულირებელი მექანიზმები შემუშავებულიყო, რომ ინვესტორთა ინტერესი კიდევ უფრო გაზრდილიყო და როდესაც ვსაუბრობთ ინვესტორთა ინტერესზე, აწყო პერიოდში მე მაგალითად რომელიც დაინტერესებული ინვესტორიც თავარ კითხვას მისმევს და ეს ჩემი ასე ვთქვათ დაკვირვების და ანალიზის შედეგი არის ის რომ აწყო პერიოდში ანუ მე ვინტერესდები საქართველოს განვითარებადი ენერგიების პოტენციალით. მე მაქვს თავარი კითხვა, რა ტარიფით გაიყიდება სამომავლოდ ჩემს მიერ სამომავლოდ ასაშენებელი ელექტროსადგურის მიერ წარმოებული გენერირებული ელექტროენერგია. რა თქმა უნდა, ავად თუ კარგად მაინც თუ ინვესტორი ამ კითხვაზე დღეს აწყო პერიოდში გასცემს ამ კითხვაზე პასუხს, გარკვეულწილად მაინც გასცემს, ბუნებრივია, მას მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მაღალი ხარისხით დაგეგმოს თავისი, ასე ვთქვათ, სატარიფო მოლოდინები უფრო რეალისტური შეიქმნას და მისი, ასე ვთქვათ, პასიური ინტერესი გარდაიქმნას აქტიურ ნაბიჯებში და რეალურად ააშენოს ელექტროსადგური ჩვენს ქვეყანაში. და შესაბამისად ამ შესაძლებლობების სიმრავლეც ინვესტორების მოსაზრდად არის სასარგებლო. ერთ-ერთი მექანიზმი არის, ანუ სარგებლიანობას რაც შეეხება, მინდა გითხრათ, რომ გარკვეული ინვესტორები, რომლებიც ღრმად ინტერესდებიან ამ საკითხით და მე როდესაც მე ან ჩემი კოლეგები ვუხსნით დეტალებს, ზოგიერთ შემთხვევაში არის დამაბნეველიც ეს სიმრავლე, მაგრამ ინვესტორი, რომელიც კარგად ერკვევა ამ ნიუანსებში, მისთვის ეს ნებისმიერ შემთხვევაში ორი მიზეზის გამო უნდა იყოს სასარგებლო. პირველი მიზეზი არის ის, რომ მას არჩევანის საშუალება გარკვეულ შემთხვევებში ენიჭება, ხოლო მეორე მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ ეს მექანიზმთა სიმრავლე რიგ შემთხვევებში, რიგი ინვესტორებისთვის იძლევა წარსულში დაწყებული და აწყო პერიოდში, ასე ვთქვათ, შეჩერებული და ზოგიერთი მიძინებული პროექტის გამოცოცხლების შესაძლებლობასაც. ლევან, მოდი ჩაგიკითხები რა ნაწილში. წარმოვიდგინოთ ყველაზე გავრცელებული ფორმა. ინვესტორს და სახელმწიფოს შორის არის გაფორმებული ეგრეთ წოდებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. MOU, რომელიც ენერგეტიკის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი ბაზისი იყო ნებისმიერი პროექტის დასაწყებად. მერე ის ტრანსფორმირდებოდა PPA-ში თუ სხვა, მაგრამ ფორმდებოდა მემორანდუმი. თქვათ, ეს მემორანდუმი დაირღვა და დაირღვა არა ინვესტორის ბრალეულობით და მიზეზით. აი თქვენ ბრძანეთ, რომ მას უჩნდება სხვა შესაძლებლობა. თუ შეიძლება აი ამ შესაძლებლობაზე რო უთხრათ, ინვესტორებს იქნებ ამ სექტორში ამ გამის გამოისობით მეტი მოვიზიდოთ. ან დაბრუნდნენ ისევ და უფრო გააქტიურდნენ. მინდა გითხრათ, რომ მსგავსი შემთხვევები სამწუხაროდ არაერთი შეგვხედრია, არაერთი შეჩერებული პროექტია. რიგ შემთხვევებში ყოფილა მართლაც ინვესტორისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო აღნიშნული მემორანდუმების შეჩერება და შესაბამისად ეს წარსული მექანიზმი იყო PPA თუ სხვა ტიპის მექანიზმი, სხვა მასტიმულირებელი მექანიზმი იყო შეჩერებული. მაგალითად, იყო ინვესტორსა და საქართველოს მთავრობას შორის, როგორც ახსენეთ, მემორანდუმი გაფორმებული, ინვესტორისგან დამოუკიდებლად შეჩერდა ეს მემორანდუმი. არის, ასე ვთქვათ, შემთხვევები, რა დროსაც ინვესტორები პირიქით საარბიტრაჟო წარმოებებს იწყებენ და სასამართლო დავის ნაწილია, მაგრამ უდაო შემთხვევებში, რიგ შემთხვევებში და რიგი საპროექტო არეალების შემთხვევაში ეძლევა ინვესტორს შესაძლებლობა, რომ ამ ახალი ეგრეთ წოდებული CFD მექანიზმითაც სცადოს ბედი. ანუ რეგულირების განახლებული, ან არსებული რეგულირების საფუძვლებზე. იცით როგორ არის? არსებული რეგულირების საფუძველზე, ანუ ჩვენ როგორც ვახსენეთ, გვაქვს მექანიზმების სიმრავლე. ამ სიმრავლიდან თქვა თუ მაგალითად რამდენიმე წლის უკან PPA ხელშეკრულებასაც მიაღწია. დაირღვა ეს ხელშეკრულება, შეჩერდა პროექტი და იმ საპროექტო არეალზე არავის არაფერი არ აუშენებია. მოცემულ ატყო პერიოდში, თქვა თუ გამოცხადება კიდე ახალი CFD აუქციონი, ან გამოცხადებულ ღია კონკურსში, არ არის ინვესტორი შეზღუდული, რომ სხვა მექანიზმით, აი თუნდაც ამ CFD მექანიზმით სცადოს ბედი იმავე საპროექტო არეალზე მოიპოვოს დამატებითი უფლება. ან სულაც უტარიფო წესით სცადოს ბედი და საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმაც რაც არ მოიცავს, რაც ერთ-ერთ მექანიზმად ვახსენე. ეს შეიძლება ითქვას, რომ არსებული რეგულირების კვალობაზე მეორე ხარისხოვანი მექანიზმია თუ გამოცხადებულია CFD აუქციონი, მაგრამ მაინც ეძლევა დამატებითი შესაძლებლობა. ანუ ეს არ უნდა მივიჩნიოთ ისე, რომ თითქოს ყველა ინვესტორი ბოლომდე დაწყებული საქმე მიიყვანოს ბოლომდე, მაგრამ ბუნებრივია ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება ინვესტორმა წარსულში რა პერიოდშიც მოიპოვა. ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, წარსულში რა პერიოდშიც მან მოიპოვა უფლება, შეიძლება მას წარსულ პერიოდში ვერც წარმოედგინა, რომ ამ ელექტროსადგურს, ასე ვთქვათ, უფრო უკეთესი თამაშის წესებითაც დაასრულებდა. რომელიც არსებობს დღეს რამდენიმე შესაძლებლობათაგან თუნდაც ერთ-ერთი, ამიტომაც ნებისმიერ კონტექსტში ეს უნდა პოზიტიურად შევაფასოთ. და აი ყველა შესაძლებლობაზე, რომელზეც ლევან კოკაიამ ისაუბრა, შეგიძლიათ გადაახვიოთ მასთან ინტერვიუ, რომელიც სულ რამდენიმე წუთში უკვე BMG-ს ვებგვერდზე იქნება. მაგრამ ბლოგები უკვე არსებობს, ბლოგერი არსებობს, მოსაზრებები, რეკომენდაციები და მე როგორი გამოსტილი წლებით 5-7 წელიწადია მე და ლევანი თანამშრომლობთ ამ და სხვა საკითხებზე და სხვა შორის რაც წინასწარ დავაანონსებ, ლევანი არ გამიწყლება, ამდენი ხნის კოლეგები და ახლობლები ვართ. AI-სთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო თემას უზის, რომელსაც უახლოეს მომავალში ჯერ ბლოგის და მერე ვნახოთ რა სახით შემოგთავაზებთ. ყოველ შემთხვევაში მისი სატელევიზიო პრემიერა არაჩვეულებრივად შედგა. მადლობა ლევან. წარმატებები საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გრედას იურისტი ლევან კოკაია სტუმრობდა BMG-ს.